მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონებო, დაგლოცეთ მამებო. შეძენა ვიტყოთ ღვთისაგან. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და გვინდა ჩავატაროთ მრავალთემატური კონფერენცია. თემები მრავალფეროვანია, აქ იქნება საუბარი აცრაზე, ვაქცინებზე, განვითარებულ ცრუ პანდემიაზე, მის შედეგებზე და სხვა საკითხებზე, აბორტებზე, სექსუალურ განათლებაზე და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით რა საერთო აქვს ამ საკითხებს ერთმანეთთან. ეს ყველა საკითხი ერთიანდება ერთ თემატურ საკითხში, რომელსაც ქვია მოსახლეობის შემცირება, დეპოპულაციური პროგრამები, მეთოდოლოგიები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ამ ფართო და გლობალური საკითხის შემადგენელი ნაწილები. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადავხადო ჩვენს ძმას და მეგობარს გურამ ფალოვანიშვილს, მის შემადგენლობას, ერთო ჯგუფისა, მადლობა მასვიძლობისთვის, რომ საშუალება მოგვეცი, რომ ეს კონფერენცია ჩავატარებინა და იმედია რომ ჩავატარებთ. ეხლა მე მინდა ავთხოვო ქალბატონ თინას, რომ მან წაიყვანოს ეს კონფერენცია და სახელოს გამოსვლელები, თემები და ალბათ თვითონაც ისაუბრებს. მოგესალმებით პატრიცემულო შეკრებილო საზოგადოებო. ახლოს და ცოტა ხმამაღლა. ის არ წამოვიღია დასადებები. დასაფიქსირებული კარგი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ბატონ გურამ ფალავანდიშვილს, მამა დავითს და ბატონ არჩილს. დღეს ჩვენი შეკრების მიზანი არის ძალიან საგანგაშო საკითხი, მეგობრებო. დღეს ჩვენ გვინდა დაგანახოთ, რომ ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ. სხვა გამოსავალი ქართველებს არ აქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად დღეს ხდება ჩვენი ერის განადგურების მცდელობა, ჩვენი მომავლის. ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს არის ფაქტი, რომლის წინაშე ჩვენ ვდგევართ. და რაღაცნაირად ამას უნდა დავახციოთ თავი. ძალა რომ მხოლოდ ერთობაშია, ეს ქართველებმა ყოველთვის ვიცოდით. ჩვენ არა ვართ მებრძოლიერი იმ გაგებით, რომ არავის არასოდეს ისტორიულად თავს არ ვესმოდით და ისტორიულად სულ ცდილობდნენ ჩვენი ტერიტორიის აღებას, ჩვენი შვილების წაყვანას, ხან მამელუქებად, ხან რაღაც მძევლებად, ხან მეომრებად, ეხლა კარგი მეომრები ვარ და სხვა ქვეყნის ომებში ვღებულობთ მონაწილეობას. ეხლა კი ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენი გენი, რომელიც აქამდე მოგვიტანია, ღვთის დახმარებით, სხვა ახსნა ამას არ აქვს, დღეს განადგურების წინაშე დგას. საქმე ეხება კონკრეტულად იმ ტყუილს და სიცრუეს, რომელშიც ჩვენ გამყოფებენ უკვე 3 წელიწადია და ეხლა წამოვიდა ახალი შემოტევა, ახალი ტალღა, ახალი სიცრუე. ეს არის კერძოდ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც ვითომ და იცავს ჩვენ შვილებს შემდგომში იმის ონკოლოგიისაგან. აი აქ არის რამდენიმე კითხვა. ეს ჯერ გაგარკვევთ რაშია საქმე, რა არის ეს აცრა, ეს ვაქცინა საერთოდ. ეს არის შექმნილი 2006 წელს დაფინანსებული ბილ გეიტსის ფონდის მიერ, უკვე მაშინვე იყო მისი დიდი დაინტერესება ამითი და არის კარგად გამოცდილი და თუ კოვიდის შემთხვევაში ვაქცინა იყო გამოუცდელი და ეს იწვევდა ეჭვებს, აქ უკვე და მან არ გაამართლა. ჩაუვარდათ ეს ვაქცინაცია, იმიტომ ჩვენ ნახეთ რომ კოვიდის პანდემია ვერ გააჩერებამან, გვატყუებდნენ, ააცრევინეს ადამიანებს 3-ჯერ, 4-ჯერ და გარშემო რა ხდება, ყველა კარგად ხედავთ. ამაზე შემდგომ ჩემი კოლეგები ილაპარაკებენ უფრო დაწვრილებით. მე მინდა რომ პაპილომასთან დაკავშირებული გარკვეულობა შემოვიტანო, თუ რასთან გვაქვს საქმე. მოკლედ 2006 წლიდან გავიდა ბევრი წელიწადი და ეხლა უკვე ჩვენ გვაქვს შორეული შედეგები.
ჯერ ერთი მაშინვე გაირკვა, რომ ეს არის საკმაოდ საშიში და 2013 წელს იაპონიამ პირველმა დაიყო ამის შესახებ, დაიდო კვლევები, იმის შესახებ, რომ ის აზიანებს ტვინს, იწვევს პარალიჩებს და რამდენიმე მაგალითად ალაბამაში, კანადის ერთ-ერთ შტატში 700 გოგონა მიეჯაჭვა უკვე მაშინ ინვალიდობის ავაზლებს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თავად ერთ-ერთმა მწარმოებელმა, რომელიც მუშაობდა მეცნიერი, ხალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ვაქცინის შექმნაზე, აღიარა, რომ ამ ვაქცინისგან მიყონებული ზარალი და სიკვდილიანობა გაცილებით აღემატება საშვილოსნოს ყელის კიბოს გარდაცვალებულ ადამიანთა რიცხვს. ანუ ზიანი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სარგებელი. და სარგებელი პრაქტიკულად არ არის, იმიტომ რომ თუ კი მანამდე იყო საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობა 2,2%, დღეს ის არის 13%-ით მეტი, ვიდრე იყო. ასე რომ არანაირი შედეგი უკუ შედეგისა გარდა არ არის. გარდა ამისა დაიდო გამოქვეყნდა კვლევები 2019 წელს, ძალიან სერიოზული, სადაც აჩვენეს, რომ პირველი თაობა, რომელიც იყო ასრილი, მათი გამოკვლევებით შედეგად დადგინდა, რომ საშვილოსნოს კიბოს ყელის განვითარებული სიმსივნე, აი ამ პაპილომავირუსებისგან, არის აცრილთა შორის 54%. ანუ ნახევარზე მეტ ამ გოგონებს დაემართათ სწორედ აი ამ შტამებით გამოწვეული კიბო. ეს ასაკოვანი ჯგუფი იყო 25-დან 29 წლამდე შესწავლილი, ხოლო 30-დან 34 წლამდე ჯგუფში ეს პროცენტი იყო ცოტა ნაკლები 30%. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების მონაცემები. ეს მეორე მონაცემი არის ავსტრალიის მაგალითად. ძირითადად ამაზე მუშაობენ ინგლისი, ავსტრალია, დანია, იაპონია, ყველაზე უფრო იაპონიაში 2013 წელს, როცა ნახეს პირველი ცუდი შედეგები, ეს ვაქცინა ამოიღეს ხმარებიდან და აკრძალეს. გამოაცხადეს, რომ ეს არის მავნე მათი გენეტიკური მდგომარეობის და დემოგრაფიისათვის. თუმცა იაპონელები ქართველებთან შედარებით არ უნდა უჩიოდნენ ამ პრობლემას, ისე მწვავედ არ უნდა განიცდიდნენ, როგორც ჩვენ არა. აი ესეთი საფრთხეა და მე მოსახლეობისთვის ვიცი, რომ ჩვენ ბევრი გვიყურებს, ლაივებშიც გავდივარ, დიდი მადლობა რამინ შენს და ნუ ყველას ვინც იღებს, ბატონო სოლომონ თქვენს და მინდა გითხრათ დავისვათ ერთი კითხვა მოსახლეობას, მეგობრებო. როგორ ფიქრობთ თქვენ, რატომ უკეთებენ თქვენ 9 წლის გოგონებს ამ ვაქცინას? რატომ უკეთებენ 9 წლიდან? თუკი ეს ვირუსი გადადის მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი გზით, რა თქვენი შვილები, რომლებიც მიყავთ ასაცრელად აი ამ ვაქცინით, უკვე მზად აყავთ, გამზადებულები ყავთ სექსუალური ცხოვრებისთვის? ან მეორე კითხვა, ეხლა ხან დაემატა ბიჭები, სულ ეხლა ხან ბიჭებს რომ არ ემართებათ საშვილოსნოს ყელის კიბო, ეს ფაქტია, მაგრამ მოიგონეს, რომ ის არის გადამტანი ბიჭი. მაგრამ ეხლა მოიგონეს, რომ თურმე შეიძლება დაემართოს ორალური, ანუ პირის ღრუს კიბო, ან ანალური, ანუ უკანა ტანის კიბო. მე ახსოვს კითხვას, თქვენი 10 წლის ბიჭი საქართველოში მით უმეტეს არის კი მზად იმისათვის, რომ იცხოვროს სექსუალურად, ძალიანაც რომ უნდოდეს, თვითონ ფიზიოლოგიურად ხომ არ არის მზად. და აბა დავფიქრდეთ, რა დგას ამის უკან. ნახეთ ბატონებო, რა დგას, მე აგიხსნით. და ამას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ ადამიანები, იმიტომ არ არიციან, თორე ეს არის აქსიომა და არავისთვის სიახლეს არ მომბობ და ამას კვლევა არ ჭირდება. რომ 9 წლის ასაკიდან დაახლოებით იწყება ეგრეთ წოდებული პუბერტატის ასაკი. როდესაც ხდება ადამიანის სექსუალური, ანუ ჰორმონალური, უფრო სწორად, მომწიფება. ანუ გოგონას უვითარდება ქალური ჰორმონები, ბიჭს უვითარდება ბიჭის ჰორმონები, ხო, მამაში ყველა დამეთანხმებით. როდესაც ჩვენ უკეთებთ ამ ვაქცინას, ეს ვაქცინა არ ღვევს სწორედ ამ ციკლს. და თავიდანვე, როდესაც მე ვსვამდი კითხვას, როცა ჩვენთან შემოვიდა ეს ვაქცინა 2017-ში, მაგრამ მაშინ იყო შეჩერებული და ესეთი აქტიურობა მაშინ საერთოდ არ იყო ვაქცინებზე და პასუხი იყო ესეთი, რატომ ცრიან 9 წლიდან? პასუხი იყო ამ კითხვაზე, რომ იმიტომ რომ სანამ ჩამოუყალიბდება მენსტრუალური ციკლი. აი აქ ისვამთ კითხვას, თქვენ თუ გაგიგიათ, რომ რომელიმე ვაქცინაზე ან რომელიმე წამალზე იყოს აი ესეთი ჩვენება, რომ სანამ ჩამოუყალიბდება ციკლი. მაგრამ მაშინვე დავფიქრდი და გავარკვიე რაში, იმიტომ დავინტერესდი მაშინ და გაირკვა, რომ
მაშინვე აღმოჩნდა, რომ ამ გოგონებს, ვისაც უკეთებდნენ, ძალიან გვიან მოძიოდათ ეს ციკლი, ან ვისაც უკვე ჰქონდა ცოტა უფროსი ასაკისებს, ვინც აცრეს ერღვეოდათ და კვლევებმა აჩვენა, როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე უკვე შორეული შედეგი, რომ ხდება ფოლიკულების გაწოვა, ანუ დროზე ადრე წარმოიქმნება საკვერცხეების პარალიზება, ესე ვთქვათ, უმოქმედება, რაც იწვევს თავისთავად უშვილობას. ასევე დადგინდა უშვილობის მომენტები მამაკაცებში, მაგრამ აქაც ნაკლებია კვლევები, იმიტომ რომ ბიჭები ნაკლებად იყვნენ აცრილები. ბიჭები მშობლები როგორც წესი ამბობდნენ უარს. როდესაც მე გადავწყვიტე, რომ ეხლა, როდესაც მე მზადებოდი ამ კონფერენციისთვის და გადავწყვიტე, რომ მენახა რა არგუმენტები მოყავთ ოპონენტებს, ანუ იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ უნდა გაკეთდეს და ეძახის უწევს პროპაგანდას და აგიტაციას. და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ერთი კვლევა ვერ ვნახე, რომელიც ასაბუთებს იმას, რომ ნამდვილად ეს 4 შტამი, რომელიც შედის აი ამ ვაქცინაში, რომ ესენი იწვევენ საშვილოს თუ კიბოს. არის საუბარი იმაზე, რომ ესენი აკეთებენ კონდილომების პროფილაქტიკას. კონდილომა გვაქვს ყველას, ისევე როგორც პაპილომის არსებობს 200 სხვადასხვა ნაირსახეობა და ძალიან ბევრ ადამიანს ეს აქვს. ისინი ექვემდებარებიან თვით ლიკვიდაციას და როდესაც არის ნორმალური იმუნური სისტემა, ან საშუალო თუნდაც და არა ისეთი განადგურებული, როგორც ამათმა კოვიდის შემდეგ გააკეთეს კოვიდის ვაქცინებით, თვითონ ორგანიზმი 2-3 წლის განმავლობაში ერევა ამას. და თქვენ თუ დაკვირვები ხართ, უფრო მოხუცებს ამოვსდით ხოლმე მოხუცებულ ასაკში და დასუსტებულ ადამიანებს რაღაცა პატარ-პატარა კონდილომები, წანაზარდები, რომლებიც არაფერს არ ითხოვენ, არც ოპერაციას, არც გადაზრდა არ ხდება. ესეთი არის 200 შტამი. და მივაგენი ძალიან საინტერესო რამეს, რომ არანაირი მტკიცებულება იმისი არ არსებობს, არც ერთი ექსპერიმენტი არ ამტკიცებს იმას, რომ ნამდვილად ამ კონდილომას შეუძლია მაინდა-მაინც კიბოს გამოწვევა. და სამაგიეროდ მე ვნახე ძალიან საინტერესო რამდენიმე სტატია. თურმე რისთვის არის საჭირო? რას მოგვიწოდებენ? თქვენ გახსოვთ აი ეს ლოზუნგი აიცერი ყველასთვის, აიცერი ჩემთვის, არა? დაახლოებით იგივეა. თურმე მე ჩემი 13 წლის შვილი ბიჭი უნდა ავცრა იმისათვის, რომ შიციან ადამიანს არ გადასდოს სექსუალური კონტაქტის დროს მან ანუსის ან ორალური, ანუ პირის ღრუს კიბო. მე აღშფოთებული დავრჩი ამით, ესე იგი, იმისათვის, რომ შიციანები თურმე უნდა ცხოვრობდნენ ჩვენ შვილებთან და შვილიშვილებთან სექსუალურად, ამიტომ ჩვენ უნდა გავუკეთოთ ჩვენ ბავშვებს აი ეს აცრა, რომელიც აღიარებული არის ყველაზე მავნედ, ყველაზე დიდი მსხვერპლი სიკვდილიანობა და განუყუნადი დაავადებები აქვს სწორედ ამ ვაქცინას. გარდა ამისა, რომ ჩვენ თურმე ვიცავთ ამითი აი ამ LGBT წევრებს და გაუკუმართებული მიდრეკილებების ადამიანებს და შიციანებს, რომლებმაც მე თუ მკითხავ, საერთოდ არ უნდა იცხოვრონ, ან თავისიანებთან იცხოვრონ, თავისნაირ დაავადებულებთან. მე არა ვარ ესეთი ტოლერანტული და არა ვარ ესეთი კაცმოყვარე ალბათ. რაც უნდათ ის დამაბრალონ და გაბედონ ერთი და ვინმე გამიკეთოს ოპონენტება, მეტი არ მინდა. აი რომელიმე ექიმი გამოვიდეს და დამიდოს საწინააღმდეგო კვლევები და საწინააღმდეგო აზრი. და კიდე მეორე, ეხლა დღეს რომ სოფლიოში უცნაური პროცესები მიმდინარეობს, ეს მე მგონი ყველასთვის გასაგებია და ვისთვისაც არ არის გასაგები, ის უბრალოდ საცოდავია, დაბრმავებული და დაყრუებული. ის რომ დეპოპულაცია მიდის მოსახლეობის და ზედმეტი მოსახლეობა არ ჭირდება, ეგეც ფაქტია, ხო? და ის რომ ხელოვნურად გამოყავთ უსქესო არსებები, ესეც მე მგონი ფაქტია. გუშინწინ ვნახე ძალიან საინტერესო გადაცემა კარსონ ტაკერის ამერიკული, სადაც ყავდა ჩართვაში ქალბატონი, რომელიც ტრაბახობდა იმითი, რომ არის კლინიკის ხელმძღვანელი ერთ-ერთი წარმოსო შტატი, უბრალოდ დასახელებული არ იყო შტატი. და ტრაბახობს იმითი, რომ 3-დან 9 წლამდე ბავშვებით არის სავსე მათი კლინიკა, რომლებსაც უნდა გადაუკეთონ სქესი. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არა სამედიცინო, არა სოციალური პრობლემა, არამედ ეს როგორც თქვა ერთხელ
ბატონმა მამა კონსტანტინე ჯინჭარაძემ ეს არის ბუნტი ღმერთის წინააღმდეგ. ანუ ისინი ვიღაც მანიაკები თუ ავადმყოფები ცდილობენ რომ ღმერთის შექმნილი ქმნილება გადააკეთონ და გადაასხვაფერონ. აი სწორედ ამას ემსახურება ბატონებო, აი ეს ვაქცინა, რომელმაც უნდა გამოიწვიოს უსქესო ბავშვების და ახალგაზრდების გამრავლება. ანუ თავიდანვე 9 წლის ასაკიდან და 10 წლის ასაკიდან მათ უნდა დაუმახინჯონ გორმონალური სისტემა, რომ შემდეგ ისინი ჩადგენ რიგებში, კითხონ მათ გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ, რა გინდა რომ იყო და გადააკეთონ. მე ვფიქრობ, რომ აი დღეს დიდი მადლობა ვინც მოგბრძანდით, მე ვფიქრობ, რომ ყველა თქვენთაგანს ეს პრობლემა სხვადასხვა კუთხით შეხებული ხართ ამ პრობლემებს და გაინტერესებს სხვადასხვა კუთხით. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ტრენდულია, უკვე ფსიქოლოგები ამბობენ, საუბრობენ იმაზე, რომ არის მიმართვები მშობლებს, ჯერ კიდევ საბედნიეროდ მიყავთ ბავშვები, ფსიქოლოგებთან მიყვებიან ეს ბავშვები, ალბათ ყველა არა. და უკვე არის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს გადააფიქრებინონ სქესის შეცვლა, მოზარდებზეა საუბარი. ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, მეგობრებო, და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ტრადიცია და ჩვენი აღზრდა და ჩვენი მენტალიტეტი ჩვენ დაგვიცავს და ღმერთი დაგვიცავს. ამიტომ არის, რომ მე პირველ რიგში მივმართე ეკლესიას, მამა დავითს და რამდენიმე სულიერ ჩემ მოძღვრებს და მივმართე ექიმებს, მაგრამ სამწუხაროდ ექიმების გამკვირვებია, მათ არ ესმით და არ უნდათ გაგება ამ პრობლემის, არც ამას ისევე როგორც კოვიდის. და დღესაც თქვენ წარმოგიდგენიან ის ექიმები და მომხსენებებს გააკეთებენ მოკლე ინფორმაციებს უბრალოდ, რომლებიც ვიბრძოლით ერთად აი ამ კოვიდ ფაშიზმის წინააღმდეგ და დამერწმუნეთ, რომ ბრძოლა კიდე წინ არის. მე მიდაგითხრათ, რომ მე არ ვიცი ხვალ რას მოგვიწყობენ ყველა ჩვენთაგანს, ჩვენ ამას ვაკეთებ დამერწმუნეთ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის და სიცოცხლის რისკის ფასად, იმიტომ რომ აი ამ ვაქცინაზე ტაბუს დადება არის კიდევ უფრო ძლიერი და აკრძალვები, ვიდრე ეს იყო კოვიდის დროს. ინფორმაციები ხრება მომენტალურად, გუში რო იყო სტატიები მისაწვდომი, დღეს უკვე ის აღარ არის მისაწვდომი და დაიდო ამასინად გერმანელების რამდენიმე კვლევა, ძალიან სკრუპულოზურად გაკეთებული, რომლებმაც ამხილეს, რომ აი ამ ვაქცინაციაში ჩადებული თანხა 10-ჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც ყველა სხვა ვაქცინაციაზე არის დახარჯული. ანუ მიზანი, როგორც განაცხადა მელინდა ბილ-გეიტსის მეუღლემ, მიზანი არის, რომ პლანეტაზე იყოს ყველა ქალი ასრილი და ეხლა კიდევ დაამატეს ბიჭები. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ამასთანავე მოაწერა ხელი ბრძანებას, უბრალოდ ბრძანებაში შეტანას შესწორებ ცვლილებისა. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა რაში იყო საქმე და მე ვთვლი, რომ მერე სალაპარაკოთ რომ არ იყოს, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს მისი და დღევანდელი არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის, რომ გაითავისებენ ამ პრობლემას, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ მის ყურამდე მივიტანოთ, იმიტომ რომ ეხლა გამოირკვევა ეს მისი განცხადებები და ჩვენი მთავრობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ქართულ საქმეს აკეთებენ, არის მხოლოდ დეკლარირებული, თუ რეალურად მათ აწუხებთ და შეუძლიათ რამის გაკეთება. დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგბრძანდით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. მე ახლა გადავცე მიკროფონს ჩემ კოლეგებს, რომლებიც ძალიან შეზღუდულ დროში, ძალიან საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ გავახელინოთ ადამიანებს თვალები, მით უმეტეს აი ყველა მოძღვარს ყავთ თქვენი მრევლი და ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა ხალხის ინფორმირების, აი როგორც რუსები ამბობენ, სარაფანное რადიო, ანუ პირდაპირ ერთმანეთისთვის გადაცემაში ამ ინფორმაციების. იმიტომ რომ ძალიან შეზღუდულები ვართ უკვე სოციალურ ქსელებშიც და მოგეხსენებათ ალბათ, რომ უკვე გაერო ჩაერია იმ საკითხში, რომ ჯანმოს უნდა მისცენ განსაკუთრებული უფლებები და მაისში შევა უკვე ეს ხელმოსაწერად ეს დოკუმენტი, ახალი რეზოლუცია, ახალი წესდება მათი, სადაც ჯანმო იქნება ერთპიროვნული მმართველი და გამკარგულებელი უკვე ჩვენი ჯანმრთელობის სახით, ანუ ეგიდის ქვეშ, რასაც უნდა იმას გაგვიკეთებს. და იქ ერთ-ერთი პუნქტი არის ის, რომ უნდა გაძლიერდეს ბრძოლა დეზინფორმაციასთან,
რომ ვაქცინაციის მიმართ გაიზარდოს ადამიანების ნდობა. მთელ მსოფლიოშია ეს შერყეული უკვე, რომ გაიღვიძა ხალხმა მსოფლიოში, ეს საქართველოში გძინავს ყველას და ყველას არა რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილს. და გუშინ მოვისმინე ესეთი ძალიან პატარა სიუჟეტი გაკვრით ითქვა, მე აღარ განმეორდა რუსთავის 2-ის კურიერში 6 საათიანში, რომ იყო რაღაც ხტომა მთავრობის და იქ განიხილეს რაღაც საკითხები, რომელიც მოითხოვა როგორც ჩაშანს ეს ევროკავშირმა დამატებითი პრეტენზიები რომ წაგვეყვანა. და ერთ-ერთი პუნქტი, რაც დასახელდა, არის სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაძლიერება. ანუ მე ველოდები იმას, რომ ის რამდენიმე ტელევიზია, 150-ზე მეტი ტელევიზია საქართველოში და სულ რამდენიმე იყო, რომელიც აშუქებდა კოვიდის დროს, გახსოვთ თქვენ, მე არ დავიწყებ ახლა მათ ჩამოთვლას რომ არ გამომჩეს, სადღაც 4-5 სტაბილურად აშუქებდა და 2-3 ხანდახან მაინც. დანარჩენები დუმდნენ და ეს ვაკუუმი ვერ გავარღვიეთ. ეხლა შეიძლება უკვე ამათაც დაემუქრონ, იმიტომ რომ კანონად მიიღებენ ამ ყველაფერს და პრაქტიკულად ჩვენ ალბათ ვეღარ შევძლებთ აი ამ ტელევიზიის გამოყენებას და პრესის გამოყენებას, იგივე მდგომარეობა პრესაშიც მინდა გითხრათ. ასე რომ ვრჩებით ერთმანეთის ანაბარა მეგობრებო და თუ არ დავდექით ერთად, ერი-ბერი, თუ არ გადავდებთ ყველანაირ ამბიციას, პოზიცია, ოპოზიცია, ამის დრო აღარ არის. უბრალოდ გავფრთხილებთ, რომ ჩვენს გენოფონდს ერჩიან, რომ ვამბობთ, რომ ქართველები ძლიერი გენის პატრონები ვართ, კარგი გენის მატარებლები და გახსოვთ რეიგანი რო იყო ჩამოსული თქვა რომ თქვენ იმდენი მეფე ყავთ და იმდენი პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ეყოფაო, იმ დროიდან ჩვენ ვართ განსაკუთრებული ლუპის ქვეშ. გვიხილავენ, იციან და როგორც აშენს ეშინიათ აი ამ ჩვენი სიძლიერის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია რომ აი ეს ჩვენი დღევანდელი შეკრება ნაყოფს გამოიღებს და ბევრი ადამიანის გამოფხიზლება შევძლებთ. ეხლა მე სიტყვას